ზედიზედ მესამე დღეა კახეთში ძლიერი სეტყვა. ცოტა ხნის წინ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი მატანი დაისეტყვა. ადგილობრივების ინფორმაციით სტიქია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა. წვიმა მქარმა და სეტყვამ პრობლემები შექმნა გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელშიც. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და საკარმი და მომიწის ნაკვეთები. სეტყვა იყო გორისა და კასპიის მუნიციპალიტეტებშიც. ოცნების წევრებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციები განსხვავებულია. კობახიძე ირწმუნება, რომ ზელენსკისთან მეგობრული საუბარი ჰქონდა. ბოჭორიშვილმა და სიბიგამ კი ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობაზე დღეს უკვე მესამედი საუბრეს. ამის პარალელურად ოცნების დეპუტატი ზარქოა უკრაინის პრეზიდენტს ისევ თავს ესხმის და მას უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს უწოდებს. ჩემს მეუღლეს ჰკითხეთ, არასდროს ვერევი მის საქმეებში, ვისაც კანონით ეკუთვნის შეწყალება, ყველა შეწყალებული იქნება. ასე უპასუხა ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა პროევროპულ აქციებზე დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. პატიმრების შეწყალების თემაზე შიო მესამის სინქრონიზაციის შემდეგ სასულიერო პირები ალაპარაკდნენ და დაანონსეს, რომ პატრიარქია ამ საკითხს მთავრობასთან დააყენებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერები მესამედ ჩავარდა. პროექტში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. ტენდერების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარს შეადგენდა.